ტრამპმა საბოლოოდ გადადგა პირველი ნაბიჯი კუბაზე, სრული კონტროლის დასამყარებლად, როდესაც CIA-ის დირექტორი ჯონ რატკლიფი ჰავანაში გაგზავნა შეტყობინებით, რომელსაც კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ უგულებელყო. Ან კუნძულის საფუძვლიანად შეიცვლება, ან 2026 წლის 16 მაისს შეერთებული შტატების სრულ ზეწოლას შეხდება ამერიკის ეზოში. ვიზიტმა ნათლად აჩვენა, რომ ტრამპი კუბას აღარ აღიქვამს როგორც ცივი ომის ძველ სიმბოლოს. არამედ როგორც დასუსტებულ ბაზას, საწვავის გარეშე, ეკონომიკური ძალის გარეშე, მტრულად განწყობილ მოკავშირეებზე დამოკიდებულს. და ახლა იძულებულია ვაშინგტონთან მოლაპარაკება აწარმოოს. იმ დროს, როცა ძველი ოჯახი, კასტრო კვლავ სამიზნეში ბრუნდება. შესაძლო ბრალდება რაულ კასტროს წინააღმდეგ 4 ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებით 1986 წელს სამოქალაქო თვითმფრინავებზე თავდასხმისას ზრდის პოლიტიკურ წონას ამ ზეწოლის და აჩვენებს, რომ ტრამპი ყველა მხრიდან აჭერს კუბას. მართლმსაჯულება, ენერგია, ჰუმანიტარული დახმარება და რეგიონული უსაფრთხოება. რეჟიმი 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდა მედგარი წინააღმდეგობის წარმოჩენას, მაგრამ ახლა ჰავანაში CIA-ს უფროსი იღებს. სთხოვს დახმარებას, ცდილობს დაამტკიცოს, რომ შეერთებულ შტატებს საფრთხეს არ უქმნის და ხედავს, როგორ იღებს ვაშინგტონი ინიციატივას ნაბიჯში, რომელიც აჩვენებს კუბური კომუნიზმის მარცხს, ყველაზე აგრესიული მთავრობის წინაშე, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროში დიქტატურებს ებრძვის. ყველაფერს მალე გეტყვი. დარწმუნებული ვარ, გინდა არხზე გამოწერილი იყო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. რედკლიფი ჰავანაში შეხვდა კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ ოფიციალურ პირებს და რეჟიმის სადაზვერვო სტრუქტურასთან დაახლოებულ პირებს. მისია შესრულდა ტრამპის სახელით, იმ დროს, როდესაც კუბა საწვავის დეფიციტს, ელექტროენერგიის გათიშვებს, ქუჩებში ზეწოლას და გარე მხარდაჭერის დაკარგვას აწყდება. კუნძული ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც უსაფრთხო თავშესაფარი შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებისთვის დასავლეთ ნახევარსფეროში. რედკლიფმა განიხილა სადაზვერვო ოპერაციები, ეკონომიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება. ამერიკის მთავრობამ თანამშრომლობის კარი გახსნა, მაგრამ ამ კარს კუნძულზე არსებულ ფუნდამენტურ ცვლილებებზე დააკავშირა. პრაქტიკაში ტრამპმა გამოსავალი შესთავაზა და ამავდროულად მოთხოვნის სიმძიმე აჩვენა. კუბას შეუძლია დახმარება მიიღოს. შეიძლება სცადოს კრიზისის შემსუბუქება, მაგრამ მოუწევს უარი თქვას შეერთებული შტატების მტრების ფორპოსტის როლზე. მიგელ კანელის რეჟიმი ამ მოლაპარაკებამდე დასუსტებული მივიდა, რადგან კუნძულს ეკონომიკური ძალა აღარ აქვს, რომ შეეწინააღმდეგოს ვაშინგტონის ზეწოლას, როგორც ადრე. კუბა დათანხმდა შეერთებული შტატებისგან $100 მილიონი ჰუმანიტარული დახმარების მიღების შესაძლებლობას, მაშინ როცა ქვეყანა ებრძვის საწვავის დეფიციტს, ელექტროენერგიის გათიშვებს და შიდა სისტემის ჩახშობას. კუბის მთავრობა ცდილობს თქვას, რომ კუნძული არ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უსაფრთხოებისთვის, მაგრამ თავად CIA-ის დირექტორის ყოფნა ჰავანაში აჩვენებს, რომ ტრამპი ამ ვერსიას გარანტიების გარეშე არ ენდობა. საწვავის კრიზისმა გახსნა ბზარი, რომელიც ვაშინგტონს სჭირდებოდა გამოსაყენებლად. 2026 წლის 15 მაისს კუბამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბენზინისა და დიზელის ფასები, მაგრამ ჰავანაში ბევრი ბენზინგასამართი სადგური კვლავ დახურული დარჩა საწვავის დეფიციტის გამო. მიუხედავად ამისა, პრობლემა მხოლოდ ფასი არ არის. პრობლემა ისაა, რომ რეჟიმი ვერ უზრუნველყოფს ენერგიას, ტრანსპორტს და ნორმალურ ცხოვრებას მოსახლეობისთვის. აი აქ ჩნდება დონალდ ტრამპი. Do ponto mais sensível. კუბის მთავრობა ყოველთვის ცდილობდა იდეოლოგიური მედეგობის წარმოჩენას, მაგრამ ახლა მას უწევს მძიმე რეალობასთან გამკლავება. საწვავის გარეშე, ძლიერი გარე მხარდაჭერის გარეშე და დაღლილი მოსახლეობით, ჰავანა კარგავს შესაძლებლობას თავი კონტროლში წარმოაჩინოს. ამერიკის ზეწოლამ ნავთობის მიწოდებებზე და ვაშინგტონის დიპლომატიურმა შეტევამ რეჟიმი თავდაცვით პოზიციაში ჩააყენა. მეორე დარტყმა სამართლებრივად განხორციელდა. ტრამპის მთავრობა ბრალდებებს ამზადებს. სისხლის სამართლის საქმეები რაულ კასტროს წინააღმდეგ ორგანიზაცია ძმები გადასარჩენადის თვითმფრინავების ჩამოგდების გამო 1996 წლის 24 მაისს რესპუბლიკასთან კონტაქტისას ამის შესახებ განაცხადა. იმ ეპიზოდში კუბელმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელსაც კუბელი ემიგრანტები მართავდნენ. ეს თითქმის ფსიქოლოგიური დარტყმა იყო შეერთებული შტატებისთვის. საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ თვითმფრინავები საერთაშორისო წყლებზე იმყოფებოდნენ, მაშინ როცა მთავრობამ განაცხადა, რომ ეს იყო საჰაერო სივრცის დარღვევა. მიმდინარე შეტევა მიმართულია რაულ კასტროსკენ, რადგან ის იმ დროს თავდაცვის მინისტრი იყო და დღემდე რჩება ძველი რევოლუციური ძალაუფლების ცოცხალ სიმბოლოდ.
ეს საკითხი კრიზისის მნიშვნელობას ცვლის. ტრამპი მხოლოდ დემოკრატიის, ენერგიის, ან ჩინეთთან და რუსეთთან ალიანსის გამო კუბაზე ზეწოლას არ ახორციელებს. ის კასტროს ოჯახს კრიმინალური ბრალდების ცენტრში აყენებს. შეტყობინება ძლიერია, რადგან რეჟიმის გულს ეხება. ძველი გვარდია ხელშეუხებელი აღარ არის. რაულ კასტრო 94 წლისაა ფორმალურად აღარ იკავებს პრეზიდენტის პოსტს, მაგრამ ჯერ კიდევ წარმოადგენს იმ სტრუქტურას, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში დომინირებ კუბაზე, ცომინერებს ათუბაზე კუბაზე. როდესაც ვაშინგტონი იმუქრება ამ სახელის სამართლებრივ სამიზნედ გადაქცევით, ეს გაფრთხილება მიეწოდება სამხედროებს, დაზვერვის სამსახურს და ბიუროკრატებს, რომლებიც ჰავანას ამაგრებენ. გეგმას ასევე აქვს მკაფიო პოლიტიკური მნიშვნელობა შეერთებულ შტატებში. მაიამი, კუბელი, ემიგრანტები და ანტიკომუნისტური ბაზა. ამ მოძრაობაში ჩანს პასუხი, რომელიც უკვე ძალიან ძველია, რომ კიდევ დარჩეს უყურადღებოდ. წლების განმავლობაში ჩამოგდებული თვითმფრინავების საქმე ღია ჭრილობად რჩებოდა. ეხლა დონალდ ტრამპი ამ ეპიზოდს იყენებს, რათა აჩვენოს, რომ კუბის დიქტატურის ფოლკლორულ კურიოზად მიჩნევის ეპოქა დასრულდა. იმ თავდასხმაში 4 ადამიანი დაიღუპა და სამართლებრივი პასუხისგების მოთხოვნა სწორედ მაშინ ჩნდება, როცა რეჟიმს საწვავი აღარ აქვს, სტაბილურობაც აღარ აქვს. ადრინდელი საერთაშორისო დაცვაც აღარ აქვს. მარკო რუბიო წამსვლელების ცენტრალურ ფიგურად იქცა. როგორც სახელმწიფო მდივანი და კუბურ-ამერიკული თემის წარმომადგენელი, რუბიო ამტკიცებს, რომ კუბის ეკონომიკა მხოლოდ მაშინ შეიცვლება რეალურად, თუ მმართველობის სისტემა შეიცვლება. ეს ფრაზა სტრატეგიას აჯამებს, ფულის გაგზავნას, სანქციების შემსუბუქებას და იმავე კომუნისტური სტრუქტურის შენარჩუნებას, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს, აზრი არ აქვს. ტრამპისთვის ჰუმანიტარული დახმარება არ უნდა იქცეს პოლიტიკური ჟანგბა და დიქტატურისთვის. ეს აუცილებელია. ის უნდა იქნას გამოყენებული ზეწოლის ინსტრუმენტად, რათა რეალური დათმობები მიიღონ. ჰავანაში მიმდინარე მოძრაობა კვლავ აჩვენებს, რომ ტრამპი ცდილობს რეგიონული ალყის შემოჭერას. ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ კუბას ჩამოართვან უკანა ბაზის როლი ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებისთვის. შეასუსტონ კუნძულის დამოკიდებულება ისეთ პარტნიორებზე, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი. და აიძულონ რეჟიმი აირჩიოს ან ღრმა იზოლაცია, სია ან გახსნა ამერიკული პირობებით. ეს არის კონტროლი ენერგიის, დახმარების, მართლმსაჯულების, დაზვერვისა და მოლაპარაკების მეშვეობით. ეს არის ვაშინგტონი, რომელიც ბრუნდება და მართავს თამაშს საკუთარ სანაპიროსთან ახლოს. კუბა ცდილობს წინააღმდეგობას სიტყვით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა დაგმო ამერიკის ზეწოლა და ვაშინგტონი დაადანაშაულა საშიში გზის არჩევაში. მაგრამ კუბის რეაქცია უკვე აღარ მოდის კომფორტული პოზიციიდან. შემდეგი ეტაპი შეიძლება კიდევ უფრო მძიმე იყოს. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი გეგმავს მაიამიში რაულ კასტროს წინააღმდეგ ბრალდებების გამოცხადებას 2026 წლის 20 მაისს. თუ ეს გაგრძელდა, ჰავანას ერთდროულად მოუწევს შიდა კრიზისთან, ეკონომიკურ ზეწოლასთან, ჰუმანიტარულ მოთხოვნებთან, CIA-ის ვიზიტთან და კასტროს ოჯახის უმაღლესი სიმბოლოს პირდაპირ თავდასხმასთან გამკლავება. ტრამპს არ სჭირდება გამოაცხადოს, რომ კუბაზე კონტროლი აიღო. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. როდესაც რეჟიმმა დაიწყო ამერიკული ზეწოლაზე პასუხისგაცემა პირდაპირ ჰავანაში. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სიმართლე. სიახლეების მულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.